ეხლა ველაპარაკე თამაზ ელიზბარაშვილს და ყველა ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ ეს ძაღლები არათუ დაწვეს, არამედ დაწვეს ცოცხლად. ცოცხლად შეყარეს ღუმელში და დაწვეს. აი ხა რატომ მიუთითებს ყველა ფაქტი ამაზე, აგერ მოგიყვებით ქრონოლოგიურად. სურსათის უნებლობის სააგენტოს მანქანები შესულა გუშინ შუაღამისკენ, დაახლოებით 12 საათისკენ ამ მუნიციპალურ თავშესაფარში, გორში და აქედან 9 საათში ჩართულა ღუმელი. და როგორც დაუკავშირდნენ თავშესაფრის დირექტორს, ის ამბობს, რომ დავწვითო ძაღლები, ოღონდ გუშინდელი მკვდარი ძაღლები დავწვითო ქალაქში, რომლებიც ვიპოვეთო რამდენიმეო. ეხლა რატო არის ტყუილი? და დილანდელიო კიდე. ჯერ ერთი წესებში უწერიათ ესე, რომ როდესაც ძაღლი დაიღუპება ბუნებრივი სიკვდილით, იმის დაწვა შეუძლიათ, ოღონდ 1 საათზე მეტხანს ლეში არ უნდა გააჩერონ თავშესაფარში, იმიტომ რომ დაავადებები არ გავრცელდეს. ამიტომ ის ამბავი, რომ დილით მოყვანილი ძაღლები თუ წინადღის მოყვანილი ძაღლები, უკვე მკვდარი ძაღლები დაწვეს, ეგ არის ტყუილი. და 9 საათში რო ჩაირთო ღუმელი, ანუ სურსათის უნებლობის სააგენტოს მანქანებით მიყვანილი ძაღლები თუ დაწვეს. ეს რატო ნიშნავს იმას, რომ ცოცხლად დაწვეს ეს ძაღლები? იმიტომ რომ ნებისმიერმა ვეტერინარმა იცის, რომ ძაღლის ისე რომ დაეძინებინათ, თქვათ, წამლით, დაახლოებით ერთი ძაღლის დაძინებას 20 წუთი მაინც სჭირდება. და მე აი თქვათ, ეგეც ხო საშინელებაა, როგორ უნდა გააკეთო ჯანმრთელი და არააგრესიული ძაღლი როგორ უნდა დააძინო, მაგრამ ეგეც არ გაუკეთებიათ. ანუ იქ თუ ღუმელი იყო ჩართული ღამის 12-დან დილის 5-მდე, ერთი ძაღლის დაწვა სჭირდება, რეებზე ვლაპარაკობ, მაგრამ 5 წუთი დაახლოებითო. ანუ საათში ერთი ღუმელი წავს დაახლოებით 20 ძაღლს. და ამათ ჩართული ქონდათ 5 საათის განმავლობაში დაახლოებით ეს ღუმელი. რამდენი ძაღლი დაწვეს? მაგდენი ძაღლის ქიმიურად დაძინება ფიზიკურად ვერ მოესწრებოდა ხალხო. ანუ ამათ რომ მიიყვანეს მანქანებით და 9 საათში რომ ღუმელი ააგუგუნეს, ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ დაძინების გარეშე ცოცხლად შეყარეს იქ ძაღლები. აი ამაზე მეტყველებს ფაქტები. და ეს გიუნაშვილმა იმდენიც არ იცის, რა სისულელეც ულაპარაკია თურმე ტელეფონზე ვინც ელაპარაკა, რომ ესაო, დილით და გუშინ მოყვანილი ძაღლები და მას ვქენითო, დავწვითო, რომლებიც თავის სიკვდილით იყვნენ მკვდარიო. ეგ დარღვევაა, ეგ და ეგეც არ უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ ტყუილია ეგ და რა ტყუილის პირველი მოაფიქრდა სავარაუდოდ ეგ თქვა. ანუ ეს ძაღლები ძალიან დიდი ალბათობით არიან ცოცხლად დამწვარი. თუ იქ არ ყავდათ, რა ვიცი, 30 ვეტერინარი, რომელმაც სათითაოდ მიყვანილ 10 ძაღლს ნემსი გაუკეთა, დააძინა და შემდეგ დაწვეს. ცოცხლად დაწვეს. რამე მოვიფიქრა, თორემ მოვკვდები მეორე ღამე არ ამძინებია. თუ მარტო კი ნავიყავი, არავინ არ გამომყვანა, ეხლა კიდე სახლდა მანქანაში ვზივარ, კიდე უნდა წავიდე. აი მე ძალიან მეშინია, მე რა გავაკეთოთ? სალამი მეგობრებო, საშინელი პერიოდი დაგვიდგა ყველა ცხოველთა მოყვარულს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც 1 გრამი ემპათია მაინც გააჩნია ცოცხალი არსების მიმართ. გუშინ მთელი დღე ვცდილობდით სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიგვეღო რაღაცა კონკრეტული პასუხი იმ ვითარებაზე და იმ საზარელ გარემოზე, რაც დატრიალდა ზუგდიდში, სამწუხაროდ ვინც არ ჩავრთეთ და სადაც არ ვიკითხეთ, მხრების აჩეჩვის მეტი ვერაფერი მივიღეთ. ამიტომ ვაკეთებ საჯარო განცხადებას. როგორც მოდერნ დოგის დამფუძნებელი თამარ გოგიჩაიშვილი, როგორც ადამიანი, რომელიც მუშაობს ძაღლებთან, როგორც თავის საქმის პროფესიონალი, ადამიანი, რომელმაც ვიცი პრაქტიკაც და მოქმედი კანონმდებლობაც. ზუგდიდში დაფიქსირდა საშინელება, საზარელი ფაქტი, თუ როგორ ტენიან არაჰუმანური მეთოდებით, კანონდარღვევით, სტერილურ, აცრილ, მუნიციპალურ პროგრამაში უკვე არსებულ ცხოველებს, ოფიციალურად მიკედლებულ ძაღლებს, პაწაწუნა სივრცეებში და როგორ გადაყავთ ეს ძაღლები ახსნა განმარტების გარეშე უგზო უკლოდ. მოვუწოდებ ოფიციალურ პირებს, გააკეთონ ოფიციალური განცხადება და გვითხრან რა სტატუსით, რა სამართლებრივი საფუძვლით იქნა ამ ძაღლების, ამ სტერილური, აცრილი, ჩიპირებული, აღრიცხვაზე მყოფი ძაღლების გადაყვანა ან უარყონეს. მივმართავ ჩვენს კლიენტებს. ადამიანები, ვინც მუშაობთ
მთავრობაში, ვისაც ყავთ რაიმე კონექშენი, გთხოვთ გამოიყენოთ ეს კონექშენი, მოიძიეთ ინფორმაცია, მიიღეთ კონკრეტული პასუხი ამ საშინელ ვითარებაზე და თუ მიიღეთ ეს პასუხი ძალიან გთხოვთ დაგვეხმარეთ ამ პროცესის შეჩერებაში. ძაღლის სიყვარული არ იწყება თქვენი პირადი ძაღლით და არ მთავრდება თქვენი პირადი ძაღლით. ჩვენ ვითხოვთ ოფიციალურ საჯარო განცხადებას, რა ბედი ეწიათ ამ ძაღლებს, სად არიან ეს ძაღლები გადაყვანილი, რამდენი ძაღლი არის გადაყვანილი, როდის დაბრუნდებიან ეს ძაღლები თავიანთ არსებულ გარემოში და უმნიშვნელოვანესი კითხვა, რატომ იქნა ამოქმედებული ღამე გუშინ გორის თავშესაფრის კრემატორიუმი და რატომ იდგა დამწვარი ხორცის და ბეწვის ტრუსის სუნი მთელს ქალაქში. კონკრეტულად რომელი ძაღლი იქნა მოკლული და რა ბედი ეწია დანარჩენ ძაღლებს. იგეგმება თუ არა ამ ძაღლების დაბრუნება თავიანთ საცხოვრებელ ადგილას და გთხოვთ მიუთითოთ კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გამორიცხავს ამ ძაღლების უკან დაბრუნებას. ჩვენ გვინდა კონკრეტული პასუხები, ან გთხოვთ უარყავით ეს ინფორმაცია, გთხოვთ უარყოთ ეს ფაქტები და გითხრათ კონკრეტულად რა ვითარება დღესდღეობით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რამ მინდა ვთქვა. არის კატეგორია ადამიანების, რომელსაც უყვარს ძაღლები, არის კატეგორია ადამიანების, რომლებსაც ძაღლები არ უყვარს. ამ კატეგორიას, რომელსაც ძაღლები არ უყვარს, კიდევ გამოიყოფა ის ადამიანები, რომლებსაც ძაღლები არ უყვარს, მაგრამ ირჩევენ, რომ მათ არ ავნონ. და რაც რჩება, ეს არის უმცირესობა. ხოლო აქეთა მხარე არის ბევრად უფრო დიდი და უფრო ძლიერი. საერთო ჯამში ხელისუფლებასაც იმ ადამიანებს, რომლებსაც ძაღლები გვიყვარს, იმ ადამიანებს, რომლებსაც ძაღლები არ გიყვართ, მაგრამ არ ავნებთ და იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ძაღლები არ გიყვართ, გვინდა ერთი რამ, რომ არ იყოს უპატრონო ცხოველები ქუჩაში. უბრალოდ ჩვენი მხარე ბევრად უფრო ჰუმანურია და ჩვენი მხარე არის ადამიანური, ხოლო მეორე მხარე არის სადისტური და არასწორი. ისედაც უამრავი რამ არის, რაც ადამიანებს დღესდღეობით ყოფს, აცალკევებს, ეს იქნება ცხოველის სიყვარული, რელიგია, პოლიტიკა, 1000 რაღაცა გვაძულებს ერთმანეთს თავს. ეს ერთი რამ არის, რაც შეიძლება მოხდეს ერთობლივად და ეს არის საკითხი, რომელიც შეიძლება გადაწყდეს და უნდა გადაწყდეს როგორც ცივილიზებულ ქვეყანაში, რომელიც მე მგონია, რომ ჩვენ ვართ და უნდა გადაწყდეს სწორად. არა ხოცვით, არა ჟღლეტვით, არა დაწვით. სტერილიზაცია და კასტრაცია პოპულაციის კონტროლის მიზნით არის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. ძაღლებთან ესეთი მოპყრობა არის კორეული ხორცსაჭერი ინდუსტრია და ჩვენ არ ვართ ეს ხალხი. ჩვენ ვართ განვითარებული, კულტურული, განათლებული საზოგადოება, რომელიც არ მიიღებს ამას. ადამიანები არ დაათბობენ სიყვარულს. ეს არ არის პრეზიდენტის სიყვარული, ეს არ არის დედმამის სიყვარული, ეს არ არის რა. ეს არის სხვა ემოცია, რომლის ესე უბრალოდ ჩახშობით თქვენ ვერ მოიცილებთ და არ არის ამის საჭიროება. აბსოლუტურად არ არის ამის საჭიროება. ჩვენ შეგვიძლია მივიდეთ იმ შედეგამდე, რომ ცხოველი ქუჩაში არ იყოს ჰუმანურად. ამიტომ გთხოვთ, მოგიწოდებთ, რომ გააკეთოთ საჯარო განცხადება, დააწყნარეთ და დაამშვიდეთ თქვენი მოქალაქეები, ადამიანები, ვისაც უყვარს ცხოველი, ვისაც ყავს სახლში ცხოველი, ვისაც გული შესტკივა მათთვის, დაგვაწყნარეთ და გითხარით, რომ ეს არის ცრუ ინფორმაცია, რომ ეს ძაღლები დაბრუნდებიან უკან თავიანთ არსებულ გარემოში, რომ ეს ძაღლები იყვნენ გადაყვანილი სტერილიზაციისთვის, კასტრაციისთვის, გადასაცრელად, აღრიცხვაზე, ჩიპირებისთვის, ყურის საჭდისთვის და რომ დაბრუნდებიან უკან და ძალიან გთხოვთ მოახდინეთ გამოძიება იმაზე, იმ ვითარებაზე, რომელიც ახლა დატრიალდა ზუგდიდში. გმადლობთ. გიყვარდეთ თქვენი 4 ხა მეგობრები და გაუფრთხილდით მათ.